შემდეგი წესი მე-13 თუ ბავშვი იზრდება მიმღებლობით ატმოსფეროში, ისწავლობს სიყვარულს. ეხლა რას ნიშნავს? თუ ბავშვი იზრდება მიმღებლობით ატმოსფეროში, უპირობო მიღებაზეა ლაპარაკი. უპირობო. აი ისეთი მოგწონს და გიყვარს როგორიც არის. კი არ ეუბნები რომ საჭმელს თუ შეჭამ მეყვარები და თუ არ შეჭამ არ მეყვარები. ან თუ ისწავლი მეყვარები, თუ არ ისწავლი არ მეყვარები, ხო? ეს არის უკვე პირობებს უყენებ. და თუ შენ უპირობოდ იღებ ის აუცილებლად თვითონაც რო გაიზრდება, თვითონაც უპირობოდ მიიღებს ადამიანებს და აი პირველი უპირობო მიღება სად გვჭირდება ოჯახში, ცოლთან, ქმართან, შვილთან, ხო? ის რო გაიზრდება, თქვა, ცოლსაც ესეთ პირობებს დაუყენებ, რომ აი მომიმზადებ საჭმელს მეყვარები, არ მომიმზადებ არ მო. სიტყვაზე, ხო? ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არავის არ უნდა ისეთი ადამიანის გვერდით გაჩერება, ვინც პირობებს გვიყენებს, ყველას სიამოვნებს, ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც გვიღებს ისეთს როგორიც ვართ, უპირობოდ. და თუ შენ უპირობოდ იღებ ადამიანს, ის აუცილებლად ხდება უკეთესი. იმიტომ რომ თვითონ ეს უპირობო სიყვარული არის თერაპიული გრძნობა. თერაპიული გრძნობა რას ნიშნავს? რომ კურნავ იმ ადამიანს, იმითი რომ უპირობოდ გიყვარს. ნამდვილი სიყვარული ეგ არის უპირობო სიყვარული. იღება შეგიძლია. ხო და აი თუ შენ წლები გრძელდება ეს და ორ ადამიანს უპირობოდ ერთმანეთი უყვარს, მართლა უყვარს, ანუ ორივე იკურნება, იმიტომ რომ თვითონ ეს გრძნობა არის თერაპიული. ეს დამტკიცდა დიდი ხანია უკვე. და ორი ადამიანის ერთად ყოფნასაც ეგაზრი აქვს საერთოდ, რომ ორივე ერთმანეთის გვერდით უკეთესი უნდა გახდეს. ისე წყვილი, ეფექტური წყვილი ვერ გახდება, თუ ეს არ არის. ხო? აი ეგაზრი აქვს ქალის და კაცის და ამ ოჯახის შექმნას კი რა თქმა უნდა შვილებიც და ყველაფერი, მაგრამ თავარი აზრი არის ის, რომ ერთმანეთის გვერდით ორი ადამიანი ორივე უნდა ვითარდებოდეს, ორივე უნდა გახდეს თავის უკეთესი ვერსია, ორივე, ერთი კი არა მარტო. ეს თითოეული უნდა უწყობდეს მეორეს ხევს. ხო, ეს ეხმარება იმას, ის ეხმარება ამას, როგორც სარკე აირეკლებიან ერთმანეთში და იმის თვალით სულ სხვანაირად ხედავს შენ თავს. ის შენი თვალით სულ სხვანაირად ხედავს თავის თავს და შენ ეხმარები განვითარებაში და თავისი პიროვნების სულ სხვა მხარეების დანახვაში. ეს აი მაშინ არის ეფექტური წყვილი და მაშინ არის აზრი აქვს იმ ადამიანის ერთად ყოფნას და ეს შვილები მე არის გვირგვინი ამ ყველაფრის, ხო? მაგრამ ჯერ ეს თუ არ არის, ჯობია იქ შვილები არც იყოს მაშინ საერთოდ. იმიტომ რომ ამისი გვირგვინია ის შვილები მე აი ამ მიღების და აი ამ განვითარების, სიყვარულის და უპირობო მიღების. ძირითადი პრობლემა მაინც უკავშირდება ამას, ხო, როცა წყვილზე არის საუბარი ვერ ხდება მიღება, უბრალოდ იწყება გადაკეთების მცდელობები. მთელ პრობლემებს ქმნის ეს, რომ მე რაღაცები არ მომწონს და იმის გადაკეთებას ვიწყებ და ვერ გადავაკეთებ. ნუ ყველას ეს ილუზია აქვს, რომ თხოვდება ანცოლი რომ მოყავს, რომ ნუ ის შეიცვლება. შეცვლის. რომ მე შევცვლი უფრო სწორად. შენ ვერ შეცვლი, ერთადერთი შეცვლი აი ამ უპირობო მიღებით. რომ იღებ ისეთს, რომ აი მაშინ ნამდვილად შეცვლი, რაც ძალიან რთულია. გაიხსენეთ ახლა თქვენი ცხოვრება, სულ გინდათ რომ შეცვალოთ ის თქვენი ოჯახის წევრი და გადააკეთო. აღარ გვიყვარს. ხო ეს ნუ ძალიან რთული, ეს არის უმაღლესი საფეხური რა, მაგრამ ნუ სხვა გზა არ არის უბრალოდ.